მოგესალმებით. გამომდინარე რომ იქიდან რომ დიდია საზოგადოების ინტერესი პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით თუ რაც მოიმოქმედებს პარლამენტი ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით, ამიტომ საჭიროა ჩავთვალე გავაკეთო შემდგომი განცხადება. საპარლამენტო უმრავლესობა პრინციპულად არაპირებს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. საზოგადოებისათვის ნათელი რომ იყოს ვეტოს დაძლევა გამოიწვევს სამართლებრივ ვაკუუმს, რაც ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკების შემცველია. ჩვენ არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ პრეზიდენტი მაშინვე დაეთანხმება პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას და პროცესი დროში კიდევ არ გაგრძელდება. გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციურად აღებული ვალდებულება ხელი შეუწყოს სახელმწიფოს გამართულ ფუნქციონირებას, სრულიად გაუმართლებელია გადაწყვეტილება ვეტოს შესახებ. რამაც შესაძლოა სახელმწიფოს სპეციალური სამსახურების და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის შეფერხება გამოიწვევს გარკვეული ვადით. პრეზიდენტს ჰქონდა მუდმივი კონსულტაციები და შეხვედრები იმ საპარლამენტო ჯგუფთან, ვინც ამ კანონზე მუშაობდა. აქამდე ჩვენ არ მიგვიღია პრეზიდენტის არც ერთი შენიშვნა კანონის ვადებთან დაკავშირებით. მან ეს კანონის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე გამოთქვა ფორს მაჟორში ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღებას სჯობდა პარლამენტს მისცემოდა მეტი დრო მის მოსამზადებლად. ჩვენთვის კოალიცია ქართული ოცნებისათვის წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე უაღრესად მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებულ მოსმენებთან დაკავშირებით არსებული ყველა საკითხი. მით უმეტეს კანონი, რომელმაც მომავალში უნდა დაარეგულიროს ეს თემა. ამის დასტურია თუნდაც ის ფართო განხილვები, რომელიც წინ უძღოდა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტზე მუშაობას. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ამ კანონზე დიდწილად დამოკიდებულია ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის უსაფრთხოება. ქვეყნის უსაფრთხოებაზე არა მხოლოდ სიტყვებით ან ვეტოს უფლებით, არამედ საქმით არის პასუხისმგებელი მთელი ხელისუფლება. სწორედ ამიტომ ჩვენ პარლამენტი უმრავლესობა 1 დეკემბრამდე შევიმუშავებთ ახალ კანონს. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ნაჩქარევად მიღებულ კანონში შესაძლებელი იყოს გარკვეული ხარვეზები. ამავე დროს ბუნებრივია ვერ იქნება ამ კანონში გათვალისწინებული ის რეკომენდაციები, რაც დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნების შეხვედრაზე უნდა ჩამოყალიბდეს. ამიტომ ჩვენ დეკემბრამდე მივიღებთ ახალ კანონს, მაგრამ მას ძალაში შესვლას განუსაზღვრავთ გარკვეულ გონივრულ ვადაში. და უფლებას ვიტოვებთ, რომ ამ პერიოდში, ანუ კანონის მიღებიდან მის ძალაში შესვლამდე, ჩვენ მოგვიწევს ალბათ მოვახდინოთ გარკვეული ცვლილებები ამ კანონში, რათა ეს კანონი იყოს მაქსიმალურად დახვეწილი, იდეალურად რაც შეიძლება მიახლოებული და აკმაყოფილებდეს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი, სახელმწიფო სტრუქტურები ითხოვენ. დიდი მადლობა.